როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, როცა ორივე მხარე დუმს და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და არღვევს თუ არა დუმის და როგორი იქნება ეს დუმილის დარღვევა და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის გოგონებო. დამდეგს გილოცავთ, კიდე წინ გვაქვს ძველით ახალი წელი, ჩემთვის განსაკუთრებულად რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ძველით ახალი წელია. დაესწარით მრავალს, რაც მთავარია, იყავით ბედნიერი, რაც გულით მინდა თქვენთვის. და დავიწყოთ, როცა ორივე მხარე დუმს და ნახოთ აქედან გამომდინარე, რა სიზამს ეს ადამიანი დაარღვევს თუ არა დუმილს. დაარღვევს თუ არა დუმილს. იცი რა არის? დუმილს დაარღვევს, მაგრამ არ უნდა დუმილს დარღვევა. იმიტომ არ უნდა დუმილს დარღვევა, რომ თითქოს ის რამდენჯერაც დუმილი დაარღვია, ვერაფრით თავი ვერ მოგაწონა და როგორ მომენტი აქ იცი, ანუ შენ ურთიერთობაში იფასებ თავს, გეუბნება, შენ ურთიერთობაში უკვე ხედავ შენს თავს, შენს ადგილს და ეს ადგილი, რომელიც შენს თავს, ასე ვთქვათ, მიუსაკუთრე, მისთვის როგორია, იცი? განა იმიტომ, რომ შენ ამის ღირსი არ ახარ ხედავს, რომ შენ ყველაფერი კარგის ღირსი ხარ, მაგრამ რაღაცა იმის სურვილი არ აქვს, რომ ეს აღიაროს, ეს გითხრას და დაარღვიოს დუმილი და რაღაცა გაბრაზებულად არის. აქ არის გაბრაზება, რეალურად გაბრაზება, პრინციპი, ანუ ერთმანეთის ანარეკლი, როცა არ მინდა დავარღვიო დუმილი და შენს თუ არ დაარღვევ, ნუ არც მე არ დავარღვევ და არის როგორი მომენტი, იცი? ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ორივე ხართ სევდიანი. ხა ყველა შეიძლება არ იყოთ, ასე ვთქვათ, გამოხატულ სევდაში, მაგრამ პასიური სევდა აქ ძალიან შეინიშნება და არის ის მომენტი, რომ ამას მიაქციეთ გოგონებო ყურადღება აქ, რაც არ უნდა ადამიანმა დუმილი დაარღვიოს, თქვენ ხართ როგორ სიტუაციაში იცით, რომ არ უყურებ იმ, კი უყურებ იმ რეალობას, მაგრამ ის არ გინდა გადაწყვიტო, რისი ღირსიცაა. შეიძლება ადამიანს არ ელაპარაკებოდე, მაგრამ ეს ხო არ არის ის გადაწყვეტილება, რომ აქედან ყავს გათავისუფლებული და იმის მომცემი არ არის, რაც შენ გინდა და ეს შენ ძალიან კარგად იცი, შესაბამისად თვითონაც იცის ეს ყველაფერი. თვითონაც იცის ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს კარგის ღირსი ხარ და ეს ძალიან ნათლად ჩანს. ვერ ვიტყვი იმას, რომ ამ ურთიერთობას არ აქვს პოტენციალი, ვერ ვიტყვი იმას, მაგრამ ძალიან დიდი თმენის ხარჯზე არის ეს ყველაფერი. აი, ნახე როგორია, შეიძლება უყვარდე, შეიძლება თავისებურად ვისაც როგორ შეუძლია, მაგრამ აქ არის მომენტი, რომ არ არის ის მაინც რაც შენ გინდა, ანუ შენ რაღაცა მნიშვნელოვანი გაკლია და ამას არ მოგცემ, ანუ არა, გეუბნება, არა. არ მინდა ეს რომ მოგცემ. დუმილი დაირღვევა და აქ მინდა ვთქვა, რომ ეხლა ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ დუმილის დარღვევაზე ბევრისთვის ძალიან ბევრი რაღაცა იქნება დასასრული და ბევრისთვის იქნება ძალიან უსიამოვნო, მაგრამ იქნება ცოტა მაინც, ნუ, პროცენტულად რო გავაკეთოთ 100-დან, მაგალითად 75%-ისთვის იქნება ბევრი რაღაცა, ასე ვთქვათ, წერტილდასმული, ხაზგადასმული და დანარჩენი პროცენტი იქნება, რა იცი, მიუხედავად უსიამოვნებისა, მაინც რაღაცა პატარა შანსი ეძლევა, მაინც ბიცკი ეძლევა და ბევრისგან კიდე, ხო გეუბნება, შენი თმენის ხარჯზე იქნება ის, რომ კიდე შეიძლება ყველაფერი შემოტრიალდეს. რთული სიტუაცია აქვს ზოგადად ამ ადამიანს. თუ რა თქმა უნდა მის ცხოვრებაში არსებობს არჩევანი და ოჯახში ადამიანი იცოდეთ, რომ ეს დარჩება დღესდღეობისთვის, ეს დღეს ფიქრობს ეს ადამიანი არ განიხილავს არანაირ არჩევანს და არა აქვს არჩევანის სურვილის, მაგრამ მე სურვილიც არა აქვს, ანუ უნდა იყოს ურთიერთობაში, მაგრამ არა აქვს სურვილი, რომ დაგაკმაყოფილოს. ანუ იმიტომ რომ ზუსტად იცის, შესაძლოა შენ უფრო მეტიც ხარ მასზე, როგორ ახლა შეიძლება ფინანსებით, შეიძლება რა ვიცი, ღირსებითაც ვიტყოდი ძალიან ცუდია, როცა ფასეულობებში არის ძალიან დიდი აცდენა, ესეც შეიძლება იყოს აქ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ეს ძალიან რთული პიროვნებაა. მოდი ვნახოთ. ამ შემთხვევაში შენთან როგორ გააგრძელებს მაინც ურთიერთობას, როგორ წარმოუდგენია, როგორ გააგრძელებს ურთიერთობას. როგორ თქვა, როგორ გააგრძელებს ურთიერთობას, იცი, ნუ მაინც ხაზგასმით ვიტყვი, თუ რა თქმა უნდა არჩევანი და გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საუკეთესო ხარ და განუმეორებელი ხარ და თუ არჩევანი არ არის, რა თქმა უნდა შენსკენ მოუწევს გულიც, სულიც, მაგრამ მეერე ჭირდება რაღაცა, როგორ თქვა, აი
გეგონება და თითქოს არ ყოფილა რომ აქტიური გეგონება და არასდროს არ ვთქვია რამე კაი სიტყვა და რაღაცა ყველაფერი ჩერდება. ანუ ვერ ცნობ ადამიანს, ვერ ცნობ სიტუაცია იყინება, მე ისევ მოდის ეს ყველაფერი და აი ასე უნდა ადამიანს, ასე უნდა. ანუ მე ვამბობ იმას კი არა რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ანუ მას ასე უნდა, მაგრამ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს თავისთავად თუ მე რაღაცა კონკრეტული ასე მინდა, ესე იგი ნაწილობრივ მაინც ასე იქნება, ხო? მიაქციეთ ყურადღება. აჰა, გასაგებია ეს ადამიანი ებრძვის მაინც რომ არ მინდა, ანუ აქ უფრო იყო მიჯაჭვულობა და სადღაც ზღვარი აქვს ადამიანს რომ აღარ მინდა რომ აკონტროლდა, აღარ მინდა ვიყო დამოკიდებული შენს ემოციაზე. ხედავთ? აი სულ რაღაცნაირად კი არ მინდა ვთქვა, მაგრამ შურს იმ მამაკაცების, რომლებიც ხვდებიან რომ ამ ქალს ვეჯაჭვები რაღაცნაირად და ვაკონტროლებ. ხალი ხო ამას, აი მე პირადად მაგას არ ვიზამ. ხო, აი ხვდები ახლა რომ მე შენ გეჯაჭვები და თავში არ მომივა, კაცო, თუ ხვდები იმას რომ გეჯაჭვები და მომწოხარ და მე ვასები, ახლა გრუბად რო ვთქვა, რა თქმა უნდა, უკან არ დავიხე. აი კაცები, ბევრი კაცი ესე არა, არ ვიცი, აი ხო გეუბნები, აი ადამიანი რაღაცა გონებაში ინარჩუნებს დისციპლინას, რომ რაზეც ვარ მიჯაჭვული სულიერზე უსულოზე არ აქვს ამას მნიშვნელობა, რაც მე კონტროლს მაკარგვინებს, რა თქმა უნდა, ცუდია. ამიტომაც შურს, თორე ისე კი არა, კაცო. ჯანსაღი. სხვადასხვა ჯანსაღი შური არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეს დაგეხმარება ყოველთვის გაცნობი რომ რატო გშურს ადამიანის ან რა პოტენციალი გაქვს და ის რაც მე შენში მიზიდავს და ძალიან მინდა, ხარბად მინდა იგივე შემიძლია გავაკეთო მეც და ასე ხარბად მოუნდეს ჩემზე ჩემიდან გამომდინარე სხვასაც ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, ამიტომ შური არ არის კატასტროფა. მე იმ შურს არ ვამბობ ახლა მოქმედებით როა გამოხატული ბოროტება, ეს საშინელება, ამიტომ ესია რა. გოგონები, მე ყველას გელოდებით კომენტარებში იმ და დროებით.